მომართა პაციენტმა ყაზახეთიდან. მას დადგენილი ჰქონდა მარცხენა თირკმლის კარცინომა, ანუ თირკმლის კიბო. ჩვენ წინაშე სერიოზული პრობლემა წამოიჭრა. ჩემს მეუღლეს მარცხენა თირკმელში სიმსივნე აღმოაჩნდა. დავიწყეთ გამოსავლის ძიება, სად შეიძლებოდა მიგვემართა. გამარჯობა. მე მქვია ადილ ესეკინი. ვარ 47 წლის. ამ მდგომარეობაში ვარ საწარმოო ტრავმისა და ზურგის ტვინის დაზიანების გამო. თუმცა აქ ამის გამო არ ჩამოვსვლათ. დამისვეს უროლითიაზის დიაგნოზი. და ამ დაავადების მკურნალობისას თირკმელში სიმსივნე აღმოაჩინეს. ძალიან კარგი სპეციალისტი გვირჩიეს, დავით ნიკოლეიშვილი. ძალიან ხშირად თვეში ერთხელ ორჯერ მომართავენ პაციენტები ზუსტად შუა აზიის და კავკასიის რეგიონიდან მსგავსი თხოვნით, რომ დავეხმაროთ და ოპერაცია ჩაუტაროთ. მე გახლავართ ლაპარასკოპიის და ონკოქირურგიის მენტორი და ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ძალიან ხშირად ვატარებ სასწავლო მასტერკლასებს, როგორც ლექციების სახით, ასევე ოპერაციებს. ოპერაციები ტარდება პირდაპირ ტრანსლირებით. აქ იმ იმედით ჩამოვედით, რომ სიმსივნეს დავამარცხებდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო თირკმლის შენარჩუნებაც. ეს იყო მიზეზი, რის გამოც საქართველოში ბატონ დავითთან ჩამოვედით. მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ პრობლემური საწარმოო ტრამვის გამო ხერხემალზე და ზურგის ტვინზე ძალიან ძიმე და რთული ოპერაციები ჰქონდა გადატანილი რამოდენიმეჯერ დაუდგინდა თირკმლის კიბო. ასეთი პაციენტისთვის და არა მარტო ძალიან მნიშვნელოვანია ორგანოს შენარჩუნება, მაგრამ სიმსივნე იყო 6 სანტიმეტრი, საკმაოდ დიდი, მდებარეობით იყო საკმაოდ რთული, ჩაზრდილი იყო ღრმად პარენქიმაში და აწვებოდა შემკრებს სისტემის ძალიან დიდ ნაწილს. ამიტომ ადგილობრივ ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მათ შესთავაზეს თირკმლის სრულიად ამოკვეთა, რაც პაციენტს დიდად არ სურდა. ჩავატარეთ კონსილიუმი და მდგომარეობა აღმოჩნდა საკმაოდ რთული. თირკმლის სიმსივნის ამოკვეთა და თირკმლის შენარჩუნება იყო საორჭოფო, სრულიად აუხსენით შესაძლო და მოსალოდნელი გართულებები. როგორც ჩვენ, ასევე პაციენტს იმედი ჰქონდა თირკმლის შენარჩუნების. ლაპარასკოპიული მეთოდი ყოველთვის არის უფრო დამზოგავი პაციენტისთვის, მაგრამ ტექნიკურად გაცილებით უფრო რთული შესასრულებელია ღია ოპერაციასთან შედარებით. ოპერაციამ ჩაიარა აბსოლუტურად გართულებების გარეშე. რაც ძალიან სასიხარულოა, მორფოლოგიით დადასტურდა, რომ სიმსივნე არის სრულყოფილად ამოღებული, დადასტურდა ავთვისებიანობა მისი ხარისხის, მაგრამ სიმსივნე არის სრულყოფილად ამოღებული, არანაირი პოზიტიური კიდე არ არის დატოვებული. მთლიანობაში ძალიან კმაყოფილები ვართ. კავკასიის მედიცინის ცენტრში ჩვენი პრობლემა საბოლოოდ გადავჭერით. სიმსივნე ამოიღეს და რაც მთავარია, თირკმელი შევინარჩუნეთ. თირკმლის კიბო უხშირესად არის თირკმელუჯრედოვანი ხასიათის და არ მოქმედებს არც ხიური თერაპია და არც ქიმიოთერაპია. ერთადერთი მკურნალობა ამ შემთხვევაში არის ოპერაციული მკურნალობა და ამ პაციენტს შანსი მიეცა, რომ სრულიად გათავისუფლდეს ამ სიმსივნისგან და ორივე თირკმელით მისი ჯანმრთელობას სხვა ზიანი არ მიადგეს. არანაირი გართულება არ დაფიქსირებულა და პაციენტი 5 დღის შემდეგ გაეწერა გამოჯანმრთელებული სახლში. ახლა გრძნობთ დიდ შვებას, სიხარულს, სახლში ბრუნდებით. ახლა წინ მივდივართ სახლში, ცხოვრება გრძელდება.